რომელიც დაუპირისპირდება გიორგი რეხვიაშვილი რომელიც დაუპირისპირდება გიორგი რეხვიაშვილს რეხვიაშვილი სტილისტურად უფრო მოჭიდავია გრეპლერია ფაქტურად სტილების დაპირისპირება გვაქვს დღევანდელ ქარდზე დგომში მებრძოლი მოჭიდავის წინააღმდეგ რეხვიაშვილი 17 წლის იწონის 71 კილოგრამის სიმაღლე 162 სანტიმეტრი წარმოადგენს ლეგიონ MMA ჯორჯიას ქალაქი რუსთავიდან და წინ ძალიან საინტერესო ბრძოლა გველოდება როგორ შეაფასებს სტილისტურად კიკბოქსინგს და გრეპლინგს აი გამოჩნდება ახლა იმიტომ რომ კიკბოქსინგი უწერია და რაც გააკეთებს აგერ წინა ბრძოლაში ხო დაინახე ეჭიდავებოდა ერთი და მოუგო იმან ვისაც საერთოდ არ უნდა ჭიდაობა თან მახჩობელად ასია თუ ისია MMA-ა მაინც და MMA არის მოულოდნელობების სპორტი ყველაფერია მოსალოდნელი Introducing first fighting out of the blue corner. He is 70 years old. He stands on 174 centimeters. Weighs in 61 kilos. Representing Batumi Kickboxing Academy from Batumi, Georgia, Nika Geladze. Fighting out of the red corner. He is 70 years old. He stands on 162 centimeters. Weighs in 61 kilos. Representing Legion MMA Georgia from Rustavi, Georgia, Georgi Rexviyashvili. აი სპორტსმენები რინგზე არიან და ბრძოლას პირველი რაუნდი. ფაქტიურად ამ ბიჭებს დიდი ხანია ვადევნებ თვალს მე პირადად და ძალიან მაინტერესებს როგორ განვითარდება პირველი რაუნდი ჯერჯერობით მიმდინარეობს ბრძოლა დგომში ახლა რეხვიაშვილი შევიდა და შეიძლება ჩაიყვანოს წელი აქვს აღებული ჩაიყვანა რეხვიაშვილმა გელაძე როგორც მოსალოდნელი იყო საკმაოდ მარტივად მაგრამ გელაძე ცდილობს რომ დაბლიდან გააკონტროლოს. ახლა მუშაობს რეხვიაშვილი ground and pound-ზე ეძებს ღრიჭოვებს გაინთავისუფლა ხელები ვნახოთ რას გააკეთებს. ცუდი პოზიცია აქვს მგელაძეს ახლა პარტერში მომზადება უფრო მეტი ჭირდებათ ხოლმე ზოგადად სტრაიკერებს რასაც რეხვიაშვილზე ვერ ვიტყვით ძალიან დიდი ხანია ამ საქმით არის დაკავებული და თუმცა გავიდა თითქმის 2 წუთი და ვერაფერი ვერ გააკეთა პარტერში გადაყვანის გარდა მგელაძემ აკონტროლა ნახოთ რა შემოგთავაზებს გელაძე ისევ ფეხებში დაეჯახა რეხვიაშვილი გილიოტინა აუღო დაუჭირა კისერი მაგრამ თუმცა საფრთხე არ აქვს იმიტომ რომ საით კონტროლშია რეხვიაშვილი და აქედან ზოგადად იშვიათია ხოლმე დახჩობა ფეხების გარეშე უბრალოდ ხელები იბერება და იხლება ეხლა შეუძლია რეხვიაშვილს სტარტინგი გააკეთოს ან კონტრი გაუკეთოს სულაც აი ხა კონტრზე მუშაობს რეხვიაშვილი და ჩაუწვა ნორდსაუთზე და შეიძლება ყველაფერი ნაადრევად დაასრულოს თუ კარგად შეკრა ნორდსაუთი რეხვიაშვილმა და გონი კრაუს კიდევაც ცოტა ხელი უნდა შეიტანოს მაჯა უნდა შეიტანოს ხელათმანი უშლის ხელს აი ხა გელაძე თავარი არ დაიძინოს არა გაუშვა იმიტომ ვერ უჭირავს კარგად აი ხა გელაძეს ადგილას ფეხების შემოხვევას აპირებს კიდე დახჩობა უნდა დაბლიდან რეხვიაშვილი გადავიდა უკვე კონჩეტევაზე აქ შეიძლება უკვე ვიხილოთ კონტრი თუმცა რეხვიაშვილს ცოტა არასწორად აქვს შეკრული
North South choke. გელაძეც რო გადმობრუნდეს მუცლისკენ და მუხლებზე დადგეს ადგეს და გაიქცეს აჯობებს. ძალიან პატარები არიან. ძალიან კარგი რჩევა იქნება, თუმცა აკლიათ ბიჭებს ცოტა. ჯერ ახლები არიან ესენი ალბათ. დაძაბულობას თავისთავად შეიძლება მაგას საკში რო შესულიყავ ერთაგონში ყველაფერი დამიწყებოდა. ამიტომ შექების ღირსია ორივე მებრძოლი, ბრავო, ბიჭებო, დებიუტი აქვთ. ოჯახ. ამ ხელა ქარდზე. ნუ ეს რაუნდი წაიღო რეხვეშულმა, სტამე შემიძლია თქვა. თან არც დაღლინა. აი, რას ვამჩნევ, იცი, ადრე ბრძოლების დროს უფრო მეტად იღლებოდნენ, ვიღლებოდით და ეხლა პირველი ბრძოლა როგორ ჩაიარა და ამ დროს მეორე ბრძოლა მიდის და უყურე, გახურდნენ რა, აი რო შეხედავ, ეხლა გახურდნენ. კი არ დაიღალნენ, გახურდნენ. რა რჩევებს და დარიგებებს მიიღებს ნიკამ გელაძე როგორ შეცვლის MMA-ში სტრაიკინგი ზოგადად თავიდან ბოლომდე ძირფესვიანად იცვლება ხოლმე როგორც წესი რადგან სამ სართულზე მიდის მუშაობა თავი კორპუსი და ფეხები ემატება ჭიდაობა და საქმე ძალიან ართულებს დგომში მებრძოლებისთვის დაიწყო მეორე რაუნდი მეორე რაუნდი ეხლა აშკარად რეხვიაშვილი ისე ფეხში წავა და გელაძეს ეს უკვე უნდა კონდეს გათავისებული რომ დაიკავოს დიდი წოდომი აქვს აი სამკუთხედი ჩერესხელი და ეხლა ამ გონია ესე რომ დაახჩოს რა ვიცი ეხლა დარტყმებს აკეთებს რეხვიაშვილი და ჯობია თავის ამოღებაზე იზრუნოს იმიტომ რომ თუ კარგად აქვს შეკრული შეიძლება დაიღალოს და დაღლილობის ხარჯზე მოხდეს ან ჩაძინება ან ძალის გამოლება და შემდგომ უკვე დანებება არ ვიცი თავს როგორ გძნობს ეხლა კონტროლი დაბლითასია ხო ეგრეა დაბლობისა ნუ თუ დარტყმებია საჯები უყურებენ რამდენად ცოცხლად გამოიყურება დარტყმები ზევიდან ზემოდან ყოფი სპორტსმენი ეხა ფეხების ამოღებას ცდილობს კი ბატონო სწორი იყო და საიძე უნდა გადავიდეს რეხვიაშვილი და სწორად გააკეთა ყველაფერი ჰავგარდი და ეხლა შეუძლია რეხვიაშვილი ძალიან ჭკვიანური კონტრი გააკეთოს უკვე ან მხრის სამკუთხედზე წავიდეს აი მისამს ეხლა ამერიკანა თუმცა გამოექცა და ეხლა შეუძლია კიდე შეტანა უნდა ხელის თუმცა იგრძნო მგელაძემ ძალიან არ აი ხა კიდე დაიჭირა ამერიკანაზე და შეიძლება აი ხლა დიაფრაგმაზე შეიძლება ყველაფერი თუმცა მაუნტი ცელზე გადააჭდა აი ხლა ვნახოთ აბა რას იზავე აი გრაუნდ ფაუნდში დიდი უპირატესობა აქვს რეხვიაშვილს კონტროლი გალიას არ უნდა მოეჭიდოს და რეფერი აფრთხილებს შეიძლება ზურგი მისცამ გელაძემ აი ზუსტად აი ამაზე ვლაპარაკობთ რომ ეხლა სამკუთხედი უნდა შეკრას მაგრამ ფეხები არა აქვს ჩახვეული და ბოდი ტრიანგელი უნდა შეკრას რეხვიაშვილმა აქეთ დაუჭირა კიდე კისერი მაგრამ თულია აი არ ჩანს აქედან არ ჩანს და თან სანამ ფეხები გაჭიმული აქვს არაფერი არ იქნება მოხრილი უნდა იყოს კაცი დგას ფეხზე და მეეჭვება აი ხა ურტყავს რეხვიაშვილი და რა მოხდა? რეფერი იგზნო რომ თითქოს საფრთხე იყო რეხვიაშვილის მიმართულებით, თუმცა გაგრძელდა ბრძოლა. სულ რაღაც 20 წამი. აი ხლა თავს იღლის ძალიან გელაძე და მესამე რაუნდში ფაქტიურად ძალა აღარ ექნება, რაც რეხვიაშვილისთვის არის ძალიან ხელსაყრელი. რაკოზირიც აქვს რომ ხელებით იმუშაოს და კიკბოქსიორია გაუჭირდეს მე მგონი მესამე რაუნდში, მაგრამ რაღაც ისე დგებიან ესენი რომ არ იღლებიან 17 წლის ბავშვები. ოჩახ ისე ესენი გაისადდა ორფერდაში. დიდი გამოცდილება იქნება ეს ბრძოლა ორივე ბრძოლისთვის. ჯაფარ კარგია. ფეხში კარგად შედის რეხვიაში, თუმცა ისერს უტოვს. ეს რაუნდიც აიღო რეხვიაშვილმა. სადაო მე მგონი არაფერი არ არის, რომ ჩამოვარდა ზურგიდან და კარგად ისარგებლა მგელაძე, თუმცა
თუმცა ჯერ ხელები უნდა არ შეეკრა ყოფილა კარგად და ისეთი მერე საფრთხე რომ ნუ გილიოტინადან კრეპლერის დახჭობა არც თუ ისი ადვილი არ არის თუ ის არ დაიღალა და ძალა არ გამოეცალა ნახოთ ყველაფერი ხდება MMA-ში რას შემოგთავაზებენ ბიჭები მესამე რაუნდში ხა დგომში დაიწყო მუშაობა გელაძემ ნო მომენტს ელოდება რომ ფეხში შევიდეს ისევ რა ახლა ისევ ოვერიდან გადაგდებოდა ცდილობდა რეხვიაშვილი პირველ ნომრად მუშაობს რეხვიაშვილი მგელაძე უფრო გადავიდა მეორე ნომრად გელაძე ელოდება ძალიან ბევრს და ძალიან ცუდია ლოდინი ახლა შეიძლება კი არა ჩავარდა ხოჩაღ რეხვიაშვილი ძალიან კარგად გადაიყვანა ახლა კუთხე კარნახობდა სწორად თავი ამოიღეო და გაითვალისწინა დაუჯერა და აბსოლუტურ დომინანტურ პოზიციაში გადავიდა რეხვიაშვილი რეხვიაშვილმა სამივე რაუნდი შეასრულა აი ძალიან კარგად ზუსტად ის დავალება რაც იცოდა რაც ქონდა საერთოდ არ უქნევს ზოგი ხო არის რომ გავა და ხელებს იქნევს მაინც თუ დააკვირდნენ გელაძე საერთოდ არ ამუშავა ფეხზე რო იდგნენ საერთოდ და აი ამის უპირატესობა ყველაფერი მან რაც იცოდა ჩადოდა აი 17 წლის ბავშვმა სამივე რაუნდი მიუხედავად იმისა რომ გელაძეც არ არის ცუდი ბავშვი და ეხა ერთმანეთსგან დიდად არ თვანს ხვავებ არავინ არ იცის ვინ რამდენი ხანია ვარჯიშობს ეხლა 17 წლისები არიან სულ და აი ახლა გადადის რეხვიაშვილი ფეხები შეკრა უნდა პოზიციაზე თუმცა თუ ფეხები შეკრა უნდა ცოტა გვერდზე მოიწევს გადასვლა აი ახლა შეიძლება კარგად დაუჭირა და მოაყენოს კარგად დაუჭირა დაბლიდან კისერი და გაექცა ის პროსტა ხელიკრა ეთქობა მგელაძეს აქ დამოღამებული შევიდა რეხვიაშვილი ფეხზე და კიდევ ერთი ტეიქდაუნი ისევ კისერი ჩაყვა რეხვიაშვილს თუმცა მაჯებს უკონტროლებს როგორც ჩანს აი ხლა გააშვებინა და დომინანტურ პოზიციაში გადავიდა რეხვიაშვილი აქ შეიძლება გალიასთან მიპრესვა და მუშაობა აი მგელაძეს რომ რეხვიაშვილის კისერი არ ჭერებოდა ეს ორი რაუნდი და ესე რომ ერთხა ძალიან დაიღალა, დაიბერა ხელები და ამაზე ჩვენ საუბრობდით. სამი რაუნდი გილიოტინაში ადამიანის დაჭერა არის ძალიან დამღლელი ითიშება. კუნთები და ვნახოთ მსაჯები რა ვერდიქტს გამოიტანენ. After 3 rounds, we go to the judges' scorecards for decision. The judges have scored this contest, declaring the winner. Red corner, Georgi Rekhviashvili. და გამარჯვებული ყავს დღევანდელ მეორე ბრძოლას და ეს არის გიორგი რეხვიაშვილი, როგორც მოსალოდნელი იყო. უოცავთ გიორგის გამარჯვებას.